დიმიტრი გორგილაძე 7 წლის. სწავლობს სახელოს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ფეხბურთი. უფრო მიყვარს ცეკვა. მე 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. დედიკოს უნდა შევსულიყავი და მე მეც მომეწონა. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა მუხლებზე დახტომა. სამუხლები არ ჰქონდა და მუხლები მტკიოდა. ადვილი იყო ტრიალების გაკეთება. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიურული. საყვარელი ილეთი არის ეს. მინდა მალე კონდეს კონცერტი და ვისეკო დიდ სცენაზე. ჩემი ცეკვის მასწავლებელია ედნა დიასამიძე. ბავშვები რომ აბლაზებს ცოტათი მკაცრია. მე ჩემი ქორწილში ჩავისვი შარვალ კოსტუმს და აუცილებლად ვისეკვა. თუ ცოლს ცეკვა არ ესოდინება, ვისეკვები სიდიდრს. მე მინდა ჩემი პირველი კონცერტი კონდეს თურქეთში. ამ კონცერტზე მეცდება შავი ჩოხა. მაქვს კარგი გარეგნობა და ჩოხა ზან მომიხდება. ასეთ კარგ ბიჭს იმიტომ საყვარებული არ მყავს ჩემი მოსაცოლე. გოგო ჯერ არ შემხვედრია. მე რომ გოგო მომეწონოს უნდა იყოს ქერა, ჭკვიანი, გზელთმიანი, ლამაზი და მოწესრიგებული. ცოლს მოვიყვარ ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვევ ალექსის და ელენეს. ჩემ ცოლს დავარქვევ ნიას. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნოე. ყველაზე ჭკვიანია ელისაბედ გორგილაძე. ყველაზე სელქია ლექსი დუმბაძე. ყველაზე მშვიდი არის ლარა. მე ვარ ყველაზე მეგობრული. მეგობრობა არის ერთად თამაში და დახმარება. მე ახლა მყავს 12 მეგობარი და მინდა მყავდეს 13. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი წიგნია დედაენა. მე უკვე ვისწავლე ყველას. ყველაზე უფრო მომწონს სასოფგერა ვო. არ მომწონს იმიტომ მძნელია. ჩემი საყვარელი მასწავლებელია სიცინო ბერიძე. იმიტომ რომ მეგობრულია, ლამაზია, არ ყვიც. რომ გავიდები, მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყოთ 12-ის, რომ ექნებათ ჩემი კომპიუტერი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი 2 და. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა. ჩემი და არის 16 და გვია ნატა. ის არის პრანჭიკელა ლამაზი ჭკვიანი. ჩემი ნატა გამოვა ექიმი. მეორე და არის 14 წლის და გვია დიანა. ის ლამაზია, ცელქი და ნერვების მომშლელი. ნერვების როცა დავალებებს წერ. სწორად მაშინ ამბობს არასწორად გიწერია და მაშინ ეუბნებს ახალად მაწერი. დიანა გარბლად გამოვა ბიზნესმენი. მამიყვარი ჩემსავით სიმპათიური, შრომელი, ჭკვიანი. დედიკო ლამაზი, ზურმიანი და თბილი. ძალიან უყვარბო და სულ მეხუტება. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ყველაზე უფრო მომწონს მის შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგს გააკეთებს ყველიან მაკარონს. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში. კარგად თამაშობ, უღოდ არ ვაპირებ შესვლა. თამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. კარგი ფეხბურთელი რო ვიყო, ნაკრებში ვთამაშებდი 7 ნომერს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბუდუ ზიბზივაძე. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე საქართველოს იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ლამაზია. კიდე აქ ცხოვრობს ძალიან კარგი ხალხი და ჩემი ახლობლები. ჯაზის ნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ველოსიპედს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ალექსი დუმბასესთან ერთად. ისაა ჩემი კლასელი, მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეებს ვეტოვი ბაზად შეკითხვა. რომელიც სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მაგალითად მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენაებში მეძეს აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი ირაკლი ბიზიას. ბედნიერება არის ლეკვი რომ მყავს და კარგი მეგობრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.